ხმებს და ფერდობებს ლაღით ფერებით ავამზიანებთ ბავშვობის წლებს სიხარულით გავილამაზებთ მეგობრობაზე ვიმღერებთ წამოდი ვიაროთ ერთად და ლაღად ვიმღეროთ ერთმანეთს შორზეცაც მისვდება ეს ჩვენი ხმა მე და შენ ჩვენ ზედაცა წამოდი ვიაროთ ერთად და ლაღად ვიმღეროთ ერთმანეთს შორზე
Senza la
მოკლე ანალიზი მინდა გითხრა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. აი, როდესაც ბოლო ღონისძიებაზე ვფიქრობდით, მთელმა გუნდმა უპირობოდ გადავწყვიტეთ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამშობლოს თემა. დამუშავება რომ დავიწყეთ ბავშვებიდანაც ისეთი დადებითი მუხტი წამოვიდა, რომ შედეგი დაიდო ის, რაც დაიდო და მართლა ბოჭები ჩვენი მიზანი იყო. ეხლა რაც ისში და გენში გვაქვს, ამას ხელს ვერ ვახერხებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ აი ამ პატარა ასაკიდან სამშობლოს სიყვარულის პატარა მარცვალი ჩაგვედო ამ ბავშვებში. იმედი მაქვს, ეს მარცვალი გაიზრდება, გაღვივდება, გახდება ფეხმაღალი და ძლიერი, რადგან პატრიოტი ადამიანები ჭირდება ჩვენ ქვეყანას და ესენი ხო ეს ის თაობაა, რომელმაც ბედნიერი საქართველოს მომავლის შენება უნდა გააგრძელოს. ეს დღე ჩვენთვის ძალიან ამაღლებელია, იცით, ბავშვები ემშვიდობებიან ბაღს და გადადიან უფრო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე, მაგრამ ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია, რო გითხრათ, ბაღიც, სკოლაც და შემდეგ უმაღლესი, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე. მაგრამ ეს ყველაფერი არის კანონზომიერი, ყველაფერი კანონზომიერია, ბავშვები იზრდებიან, თაობები მიდიან და მოდიან. დაე, იარონ, იფრინონ, მრავალშავი.
პატარები ყავით ბაღში რომ მოხვედით. ზოგი ტიროდის, ზოგი ატიროდის და მე მოხდა თვითონ შეგვება და შეჩევა. ხო საყვარლებია. გორია აი ხარი მწვანეთო. აჰა. მოდით აბა მოდით. ამ მეორე ჯობი სად არია? უაბნიეთ ეს უაბნიეთ ბავშვებო.
მე ვისურვებ ეს სული და ქართული მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდეს და ამ პატარა ლამაზი ვარსკვლავებით ჩემს გამეყარეს იკაშკაშოს. გაიმოცავ ჩემს პატარებს სკოლის საფრთხემავად გზას. ძალიან ამაღლებელია დღევანდელი ჩემი გზაც და განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩემი ჯგუფის ბავშვები ნაწილს გარკვეული მიზეზების გამო დღეს ჩვენ სკოლის საკეთუნავანი იხდე ლაღებს დედიერები წარმატებულები ახარებულები და ისეთ პიროვნებებად აქ მოქალაქეებად ახსნით ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყანა გილოცავ შოქო ჩემო მშობლებო, მოგესალმებით. მართლაც რომ აი პრობლემები გარეშე არ მიდის ეს თავდება რომ არ მიდის ამათ ჯერ მოდიან პატარები რო არიან როდირიან იმასთან და ცდილობენ და ეს ბოლო ვიქნება თუთები რომ უნდა გამშოვდეს ამ ბავშვებს დაინახეთ რომ ამხელა შრომა და ამხელა ტოლებაა ჩადებული ამ ბავშვების შრომაში მართლაც დაუნახავთ ჩვენი შრომა ჩვენი ჩემო პატარებო რამაზები ვიყავით დღეს აი მართლაც მე ვიტყვი რომ აი ჩემი ბავშვების სახით საქართველოს დაეზრდება მართლაც უსაყვარლესი მამულიშვილები გვირები ვაჟკაცები ლამაზი ქალბატონები და დაამშვენებენ ამ ჩვენ საქართველოს მართლაც ვილოცავ ჩემო კაცებო ანუ ბედნიერები ბედნიერები გახარებულები და მე ვისურვებდი რომ ყოველთვის ამათი წარმატების სიგელები მოსულიყო ჩვენ საბავშვო ბავშვებო რომ თქვენმა ბავშვებმა აი როგორ გვასახელეს და ამის იმედის მაქვს ნამდვილად ასე იქნება არაერთი სამადლობელი გამოუგზავნია სკოლებს ჩვენ გაიხარე უღმესი მადლობა ჩემო მასწავლებლებს ეს მართლაც ისეთი ღია რომ ნური მასწავლებელი მეუღლე გადაეცვალა და იწვალა ამდენი შრომა და დღეს იქ არ არის ამ ჩვენ ღონისძიებაზე და სავნა იყოს მისი მეუღლის ჩემო მასწავლებლებო მართლაც აი არ მივიღი რა დიდი შრომა გაჩადებული ამ ბავშვების დედაღამე ფიქრობდნენ მithumetes რომ აი ამ ბავშვებო როგორც საკუთარმა დედა როგორც საკუთარმა აი შვილები ჩემო მშობლებო დიდი მადლობა უღმესი მადლობა ამ ვიჭირდა გვიხი და ყოველთვის არ მიგვატოვეთ ჩვენ გვერდში იყავით ამის უღმესი მადლობა და გაიხარეთ აი მაღჩობს დაგილოცავ ყველა შვილებს
მართალი ფარავდა, სულ წარმატებები ქონოდეთ. ჩვენი ძალიან პირობია დამიჯერეთ. იმდენი წელია ბავშვები ჩვენთან არიან და მართლა სისხლი და ხორჩი და აში რამათი სიყვარული არის არ ვიცი ჩვენი ძალიან დიდი ბედნიერება. სულ დალოცვილი ყოფილიყო. დალოცვილი